1918 წლის ნოემბერში საქართველოს დიდი მოკავშირე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის გარანტი, გერმანიის სახელმწიფო პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. იმდროინდელი სახელმწიფოების ბედიც დიდწილად გადაწყდა. უკრაინაში მალევე აჯანყებების სერია დაიწყო. სკოროპატსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და აჯანყების ჩასახშობად ჯარები მობილიზდა. გერმანიის დამარცხებისთანავე ლენინის მთავრობა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში შეიჭრა. მანამდე უკრაინის რადას დასავლეთ უკრაინის მიწების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება ჰქონდა გადაწყვეტილი. როდესაც პოლონელები ლვოვისა და აღმოსავლეთ გალიციის ასაღებად საკუთარ ნაბიჯებს დგამდნენ, სიხის მსროლთა დანაყოფის კაპიტანმა დმიტრო ვიტოვსკიმ ახალგაზრდა უკრაინელი ოფიცრების ჯგუფთან ერთად ლვოვი აიღო. იქვე გამოცხადდა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა. ამით დაიწყო პოლონეთ-უკრაინის ომი. მალევე ბუკოვინას რეგიონის ჩრდილოეთ ნახევარში ახალი უკრაინული სახელმწიფო შეიქმნა, თუმცა მალევე მისი დედაქალაქი ჩერნივცი რუმინეთის არმიამ დაიკავა. უკრაინის ყველა რეგიონში ქაოსი და ბრძოლები სუფევდა. საბოლოოდ პოლონეთმა უკრაინა დაამარცხა და სადავო ტერიტორია 1919 წლის 18 ივლისს დაიპყრო. თითქოს ეს არ ეყოფოდათ უკრაინაში გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგებიც შეიჭრნენ. მათი შერეული ძალები ჯერ ოდესასა და სევასტოპოლში, ხოლო შემდეგ ხერსონსა და ნიკოლაევშიც გადასხდნენ.